მოსკოვის ექსპერტიზის ბიურო სავარაუდოდ დღეს გამოაქვეყნებს დასკვნას 48 წლის გელა ბლიაძის გარდაცვალების მიზეზების შესახებ. ქართველი მამაკაცი რუსეთის დედაქალაქში გუშინ წინ საღამოს სასტიკად მოკლეს. მკვლელობის მოტივი მისი ეთნიკური წარმომავლობა იყო, ამაზე მოსკოვის მილიცია საუბრობს. დაკავებულია რუსი ახალგაზრდა, მის ვინაობას და ასაკს სამართალდამცველები არ ახმაურებენ. ამოღებულია დანაშაულის იარაღიც. სიგარეტის საყრდნად გასული ბლიაძეს რკინის მილით სასიკვდილოდ სცემეს, მას თავისა და სხეულის ყველა ძვალი გატეხილი ჰქონდა. შემთხვევა უბანში მოხდა, სადაც ბლიაძე წლების განმავლობაში ცხოვრობდა. გაურკვეველია, როდის გადმოასვენებენ მოსკოვში მოკლულ ბლიაძეს სამშობლოში. დახმარების თხოვნით საქართველოს ხელისუფლებას მოკლულის ოჯახმა უკვე მიმართა. თხოვნა იურიდიული პრობლემების მოგვარებაში დახმარებას შეეხება. და ნუ მეც მაინტერესებს მეუღლის აქვს ტელეფონი. ლამი გადმოგვიგზავნონ და გვატირებიონ, რა მოხდება? მე ვარ გარდაცვლილი სნის მეუღლე. ნუ აი ვერ ვაბრუნებთ, ისეთ დღეში არიან ჭირისუფლები. ხომ შეიძლება დროულად მოხდეს გვამის გადმოსვენება? ყველანაირ ხარჯები იქნება თუ რაც იქნება, მოაგვარებს ის პიროვნება, იქ ვინც არის, აღარ გვაინტერესებს უკვე არაფერი.